მოგესალმებით ჯევროლუციის გლობალურ სივრცეში. ეს გახლავთ ადგილი, სადაც განვიხილავთ საერთაშორისო არეალში მიმდინარე მნიშვნელოვან მოვლენებსა და აქტუალურ საკითხებს. მე გახლავართ მარია მექუთემაშვილი და ჩემს თანაწამყვანთან ანა ჯიჯავაძესთან ერთად დღევანდელ გადაცემაში გესაუბრებით ერთ-ერთ ყველაზე გავლენიან და აქტუალურ იდეოლოგიაზე საერთაშორისო ურთიერთობებში. მოგესალმები მარია, მივესალმები ჩვენს მსმენელებს. იმედი მაქვს დღევანდელი ეპიზოდი საინტერესო და ინფორმაციული იქნება აუდიტორიისთვის. დღეს განვიხილავთ ლიბერალიზმის იდეოლოგიის ისტორიას, განვითარებას, მის არსსა და განსხვავებებს. ვეცდებით გამოვკვეთოთ თუ რა გამოარჩევს მას სხვა წამყვანი პოლიტიკური იდეოლოგიებისგან, ან და როგორ იყოფა მისი მიმართულებები. წარმოიდგინეთ სამყარო, სადაც ყველა იბრძვის მხოლოდ საკუთარი ინტერესებისთვის. აქ ძალაუფლება, კონტროლი და გადარჩენა მთავარ მამოძრავებელ მიზნებად იქცევა. პარალელურად არსებობენ ადამიანები, რომლებიც ფიქრობენ, რომ შვიდობა და თანამშრომლობა შესაძლებელია და რომ კანონს შეუძლია აჯობოს ძალას. სწორედ ამ ორ სამყაროს შორის ვეძებთ ბალანსს. რეალიზმის ცივ-სიფხიზლესა და ლიბერალიზმის ოპტიმისტურ იდეალებს შორის. დღეს შევეცდებით ამ რთული დისკუსიის გაშლას, ისტორიის მკაცრი მაგალითებით და თანამედროვე გამოწვევებით. აქ ალბათ გაგახსენდებათ ჰობსის საშიში სამყარო, კანტის მშვიდობის იდეა, ილია ჭავჭავაძის ქართული ლიბერალიზმი და ევროკავშირის ამბიციური პროექტი. ჩვენ შევეცდებით უფრო სიღრმისეულად განვიხილოთ და ჩამოვაყალიბოთ პასუხი კითხვაზე, თუ რა იმარჯვებს, ჰუმანისტური იმედი თუ პოლიტიკური ინსტინქტი. ჩვენ ყველამ ვიცით, რომ მსოფლიო პოლიტიკა არ არის მარტივი თამაში. მასში ირევა საინტერესო შეხედულებები და პრინციპები, რომლებიც სხვადასხვა დროს და პირობებში ერთმანეთს ებრძვის. დღეს ვაგრძელებთ წინა ეპიზოდში დაწყებულ დისკუსიას, შესაძლებელია თუ არა თანამშრომლობა და ერთობლივი განვითარება მაშინ, როცა განსხვავებული ინტერესები და შეხედულებები მუდმივად ქმნის სირთულეებს. მართალია, ზოგიერთ იცის საერთაშორისო ურთიერთობები უფრო ძალაუფლების თამაშია, სადაც სახელმწიფოები თავიანთი უსაფრთხოების დაცვასა და გავლენის გაძლიერებას ცდილობენ. თუმცა არსებობს ასევე ხედვა, რომელიც იმედს იძლევა, რომ ერთმანეთთან დიალოგით და წესების დაცვით დაპირისპირებების შემცირება შეიძლება. დღევანდელ ეპიზოდში შევეცდებით გავარკვევთ, რას გვთავაზობს ლიბერალიზმის იდეოლოგია, რომელიც ერთობას, თავისუფლებასა და თანამშრომლობას უჭერს მხარს და როგორია მისი ურთიერთობა რეალიზმთან, რომელიც სიფრთხილესა და პრაქტიკულ ინტერესებზეა დაფუძნებული. დარჩით ჩვენთან, რათა ერთად ვიპოვოთ პასუხები იმ კითხვებზე, რომლებიც მსოფლიო პოლიტიკის ბირთვს ქმნის. ლიბერალიზმი თითქოს რეალიზმის საპირისპირო იდეოლოგიად გვევლინება. ერთი აქცენტს აკეთებს თანამშრომლობაზე და ნორმებზე, მეორე კი ძალაუფლებასა და ინტერესებს. მაგრამ სინამდვილეში ორივე საკმაოდ საინტერესო და მნიშვნელოვანი იდეოლოგიებია და დიდი ისტორიული გავლენა აქვთ. ლიბერალიზმი საერთაშორისო ურთიერთობების თეორიაში ერთ-ერთი მთავარი აზროვნების სკოლაა. ლიბერალიზმი მომდინარეობს ლათინური სიტყვიდან liber, რაც თავისუფალს ნიშნავს და უპირველესად თავისუფლების ფილოსოფიას გულისხმობს. მაშინ, როცა ხალხი თვლიდა, რომ ხელისუფლებას მმართველობის უფლება ღვთისგან ბოძებული ჰქონდა, განმანათლებლობის დროს ჩამოყალიბდა სოციალური კონტრაქტის თეორია, რაც ჟან-ჟაკ რუსოს მიერ დაწერილ წიგნში წარმოჩენილ კონცეფციას უკავშირდება. ეს არის თეორია, რომელიც ქმნის კავშირს საზოგადოებასა და მმართველობას შორის, რაც გულისხმობს იმას, რომ ძალაუფლება ხალხისგან გამომდინარეობს. საზოგადოება მმართველობის უფლებას გადასცემს მთავრობას, უსაფრთხოების გარანტიების სანაცვლოდ. სოციალური კონტრაქტის თეორიას უკავშირდება სხვა არაერთი მნიშვნელოვანი თეორეტიკოსის სახელით. ავიღოთ ჯონ ლოკი, რომელიც ამტკიცებდა, რომ ინდივიდის სიცოცხლე, თავისუფლება და საკუთრება
არის უპირველესი ღირებულებები. მისი აზრით, მთავრობა მხოლოდ ხალხის თანხმობით შეიძლება ფუნქციონირებდეს. ეს საკმაოდ ხმამაღალი განცხადება იყო იმ დროის ავტორიტარული ტრადიციების ფონზე. მართლაც, მარიამ, აგრეთვე საინტერესო ლოკის ხედვა წესრიგსა და ბუნების მდგომარეობასთან დაკავშირებითაც, რომელიც განსხვავებულია ჰობსისგან. ლოკის მოცემულობაში ადამიანის ბუნება არ არის ბოროტი და ბუნებრივი მდგომარეობა არ გულისხმობს ყველას, ოღონდ ყველას წინააღმდეგ. მიუხედავად იმისა, რომ ლოკისთვის ადამიანები ეგოისტები არიან, ჰობსისგან განსხვავებით ის ამ საკითხს უფრო რბილად უყურებს და არ თვლის, რომ ადამიანები ემოციებით მოქმედებენ ან ერთმანეთის შური ამოძრავებთ. პირიქით, იგი აღნიშნავს, რომ ადამიანები არიან რაციონალურები და ისწრაფიან ბედნიერებისკენ. მათ სურთ კერძო საკუთრების ქონა და კარგად ცხოვრება. ხოლო უკეთესი ცხოვრების მისაღწევად ისინი თანამშრომლობენ და ინაწილებენ შრომას. რახან ბუნებრივ მდგომარეობაში გვაქვს გარკვეული უთანხმოებები, რაც აისახება იმაში, რომ გვიწევს სამართლის ძებნა და რადგან აგრეთვე ვერ ვიქნებით მოსამართლეები საკუთარ საქმეებში, აი სწორედ ამისთვის ვაყალიბებთ ადამიანები მთავრობებს. თუმცა აქვე უნდა აღვნიშნოთ, რომ სოციალურ კონტრაქტს თან სდევს სისტემის დაცვის სისტემა, რაც გულისხმობს საკანონმდებლო და აღმასრულებელი ხელისუფლების გამიჯვნას, რათა მთავრობამ ბოროტად არ გამოიყენოს სუვერენის მიერ მინიჭებული ძალაუფლება. მოგვიანებით კი მონტესკიემ კიდევ დაამატა სასამართლო სისტემა და შექმნა სამმხრივი დაყოფა. სანამ დეტალურად განვიხილავდეთ უშუალოდ პოლიტიკურ ლიბერალიზმს, აუცილებელია ვახსენოთ მისი ეკონომიკური განზომილებაც. კლასიკური ლიბერალიზმის ერთ-ერთი უმთავრესი განხრა, რომელიც თავისუფალი ბაზრის შექმნის წინაპირობაა. განმანათლებლობის პერიოდში ფეოდალიზმისა და მერკანტილიზმის წინააღმდეგ ჩნდება იდეები, რომლებსაც პირველად ადამ სმიტის ერების სიმდიდრეში ვხვდებით. აქ იკვეთება ის არგუმენტები, რომ თავისუფალი ბაზარი ქმნის კეთილდღეობას და ამცირებს ხელისუფლების ჩარევის აუცილებლობას. სწორედ ეს გახდა კლასიკური ლიბერალიზმის ეკონომიკური საყრდენი. მე-19 საუკუნეში ლიბერალიზმმა ახალ მიმართულება შეიძინა სოციალური ლიბერალიზმი. ჯონ სტიუარტ მილი წერდა: სანამ სხვებს ზიანს არ მივაყენებთ, თითოეული ჩვენგანი თავისუფალია, რომ იფიქროს, ილაპარაკოს, იმოქმედოს და იცხოვროს როგორც უნდა, ყოველგვარი შევიწროების გარეშე. იქნება ეს ინდივიდების, კანონის თუ მთავრობის მხრიდან. ანუ სახელმწიფომ უნდა უზრუნველყოს მინიმალური სოციალური პირობები, მაგალითად განათლება და სოციალური დაცვა, რათა ყველამ რეალურად ისარგებლოს ბუნებრივად მინიჭებული უფლებებით. აქედან გამომდინარე, შეიძლება იფიქროთ, რომ ეს მიდგომა თითქოს სოციალიზმის გავლენასაც ასახავს, მაგრამ ლიბერალიზმში მაინც ინდივიდუალური უფლებების პრიორიტეტულობას ვინარჩუნებთ. ისტორიულად ეს განსაკუთრებით ჩანს ისეთ ქვეყნებში, როგორიცაა მაგალითად დიდი ბრიტანეთი მე-19 საუკუნის ბოლოს, სადაც გაჩნდა საყოველთაო განათლების სისტემა და სამუშაო პირობების რეგულაციები. ძირითადი საკითხები, რომელთა გადაჭრასაც ლიბერალიზმი ცდილობს, არის საერთაშორისო ურთიერთობებში მდგრადი მშვიდობის და თანამშრომლობის მიღწევის პრობლემები და სხვადასხვა მეთოდები, რომლებსაც შეუძლიათ მათი მოგვარება. საერთაშორისო ურთიერთობების თეორიებში არსებულ აზროვნების ამ სკოლას სამი ძირითადი პრინციპი აქვს. ლიბერალიზმი უარყოფს ძალაუფლების პოლიტიკას, როგორც საერთაშორისო ურთიერთობების ერთადერთ შესაძლო შედეგს, რითაც იგი კითხვის ნიშნის ქვეშ აყენებს უსაფრთხოებისა და ომის პრინციპების რეალიზმს. ლიბერალიზმი ხაზს უსვამს ურთიერთსასარგებლო და საერთაშორისო თანამშრომლობას და ის ქმნის საერთაშორისო ორგანიზაციებსა და არასამთავრობო ორგანიზაციებს სახელმწიფო პრეფერენციებისა და პოლიტიკური არჩევნების ჩამოსაყალიბებლად. ლიბერალიზმის მიმდევრები ამტკიცებენ, რომ
მორალი და სამართალი ქმნის საფუძველს მშვიდობიანი ურთიერთობებისთვის. მათ სჯერათ თანამშრომლობის გზით დემოკრატიის გავრცელების, ამიტომაც ლიბერალიზმში საერთაშორისო ურთიერთობები მოიცავს არა მხოლოდ მთავრობებსა და სახელმწიფოებს, რომელთა როლიც მათი აზრით მნიშვნელოვნად მცირდება თანამედროვე მსოფლიოში, არამედ საერთაშორისო არასამთავრობო ორგანიზაციებს, ტრანსნაციონალურ კორპორაციებს და სხვა აქტორებს. ასევე იკვეთება ადამიანის უფლებების დამცველი და გარემოს დამცველი ჯგუფებიც და ამ პირობებში მათთვის უკვე უკანა პლანზე გადადის ტერმინი საერთაშორისო პოლიტიკა, რაც სახელმწიფოებს პრივილეგირებულ აქტორებად წარმოაჩენდა და მის ნაცვლად საუბრობენ უკვე მსოფლიო ან გლობალურ პოლიტიკაზე. ამგვარი მოცემულობა ქმნის მუდმივად მზად ურთიერთდამოკიდებულ მდგომარეობას, რაც პირდაპირ უპირისპირდება რეალისტურ ხედვას უსაფრთხოების დილემისა და საერთაშორისო ანარქიის შესახებ. ლიბერალიზმის მიმდევრებისათვის რაციონალურობა საერთაშორისო თანამშრომლობას გულისხმობს და ომი და ძალადობა არარაციონალურია, რადგან ის აზიანებს სახელმწიფოს კეთილდღეობას. ასევე ისინი ამცირებენ სამხედრო ძალის მნიშვნელობას და რეალისტებს ეწინააღმდეგებიან ამ კუთხით. თვლიან, რომ თანამშრომლობა და მოლაპარაკებები საუკეთესო გზა საკუთარი ინტერესების მისაღწევად დიდი ხარჯების გაღების გარეშე, რასაც მივყავართ იმ დასკვნამდე, რომ საერთაშორისო დიპლომატია შეიძლება იყოს ძალიან ეფექტური გზა სახელმწიფოების ერთმანეთთან გულწრფელი ურთიერთობისა და პრობლემების მშვიდობიანი გადაჭრის ხელშეწყობის მიზნით. ლიბერალები თვლიან, რომ სწორი ინსტიტუტებისა და დიპლომატიის შემთხვევაში სახელმწიფოებს შეუძლიათ ერთად გაზარდონ კეთილდღეობის დონე და შეამცირონ კონფლიქტები. ძალასთან მიმართებითაც იკვეთება საგრძნობი განსხვავებები. მაშინ, როცა რეალისტები ძალას აღიქვამენ იარაღად, რათა დაიმორჩილონ მათზე სუსტი სახელმწიფოები, ლიბერალები თვლიან, რომ ძალა არის ერთ-ერთი საშუალება, რათა მიაღწიონ სასურველს საერთო ინტერესების დაცვით. თანამშრომლობისა და ურთიერთდამოკიდებულების გზით ისინი აკნინებენ სამხედრო უსაფრთხოების საკითხებს და წინა პლანზე გადმოაქვთ სოციალური, ეკონომიკური და გარემოს დაცვითი მიმართულებები. აქ უკვე იკვეთება სამი ფაქტორი, რომლებიც ხელს უწყობს სახელმწიფოებს შორის უფრო მეტ თანამშრომლობას და ნაკლებ კონფლიქტს. საერთაშორისო ინსტიტუციები, როგორიცაა გაერთიანებული ერების ორგანიზაცია, რაც უზრუნველყოფს ფორუმს დავების ძალადობის გარეშე გადასაჭრელად. მეორე ფაქტორი საერთაშორისო ვაჭრობა, რადგან როდესაც ქვეყნების ეკონომიკები დაკავშირებულია ვაჭრობით, ნაკლებად სავარაუდოა, რომ ისინი ერთმანეთს წინააღმდეგ ომში ჩაეբნებიან. და დემოკრატიის გავრცელება, რადგან ჩამოყალიბებული დემოკრატიები არ ომობენ ერთმანეთთან. ამიტომ, რაც უფრო მეტი დემოკრატია იქნება, მით უფრო ნაკლები სახელმწიფოთა შორისი ომი იქნება. და რამდენად ეფექტურია ლიბერალების ინსტიტუციები? მარტივად რომ ვთქვათ, მარიამ, საერთაშორისო ინსტიტუტები არეგულირებენ სახელმწიფოების ქცევას. სახელმწიფოები ეგოცენტრულები არიან და საკუთარი თავისთვის მაქსიმალურ სარგებლობას ეძებენ. ხოლო თუ ინსტიტუციები ფუნქციონირებენ საერთაშორისო საზოგადოებაში, გარკვეული წესრიგის უფლებს და სახელმწიფოები თავს დაცულად გრძნობენ. მოდი ჩამოვთვალოთ ის ძირითადი ელემენტები, რომლებიც ქმნიან ურთიერთდამოკიდებულებას. პირველ რიგში, სახელმწიფოები სხვადასხვა გზით ურთიერთობენ ეკონომიკური, ფინანსური და კულტურული საშუალებებით. ასევე უსაფრთხოება, როგორც წესი, არ არის სახელმწიფოებს შორის ურთიერთქმედების მთავარი მიზანი და სამხედრო ძალა, როგორც წესი, არ გამოიყენება. გავიხსენოთ ლიბერალიზმის ჩამოყალიბების ისტორიული მაგალითები და აქ გვერდს ვერ ავუვლით პირველი მსოფლიო ომის პერიოდს, რა დროსაც წინა პლანზე გადმოვიდა ლიბერალური იდეები და ბიძგი მიეცა ერთა ლიგის ჩამოყალიბებას.
რომლის მთავარი მიზანი იყო მსოფლიო ომის თავიდან არიდება. მარცხის მიუხედავად, ამ საერთაშორისო ორგანიზაციამ შეძლო მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა შეიარაღებული კონფლიქტების მოგვარებაში. უკვე პირველი მსოფლიო ომის დასრულების შემდეგ საზოგადოებაში გაჩნდა განცდა, რომ ომი აუცილებლად თავიდან არის ასაცილებელი, თანამშრომლობით, მეტი ურთიერთგაგებით, დიალოგის გზით და ამისათვის საჭირო იყო ისეთი ინსტრუმენტები, როგორებიცაა საერთაშორისო სამართალი, ზოგადი წესები და ერთა ლიგის მსგავსი ორგანიზაციები. იმ პერიოდში დაიწყო მსჯავრობა, რომ საგარეო პოლიტიკაც ზნეობრივ და სამართლებრივ პრინციპებზე უნდა დაფუძნებულიყო. ზუსტად ვუდრო ვილსონი ხოლმე ყველაფრის ერთ-ერთი მთავარი მოტივატორი იყო იმ დროს. მისი 14 პუნქტი ფაქტობრივად ლიბერალიზმის მანიფესტივი ჭერდა. იდეა, რომ ღია დიპლომატია, საერთაშორისო თანამშრომლობა და საერთო წესებზე შეთანხმება მსოფლიოს ომებისგან დაიცავდა. სწორედ ვილსონი იყო ამერიკის პრეზიდენტი იმ პერიოდში და ამ იდეების მთავარი მატარებელი. აღნიშნულ 14 პუნქტში მან სწორედ ლიბერალური იდეოლოგიების პრინციპები ჩამოაყალიბა. ის თვლიდა, რომ საერთაშორისო თანამშრომლობა, ღიად წარმოებული დიპლომატია და ერთა ლიგის მსგავსი ინსტიტუტების შექმნა შეიძლებოდა გარდამტეხი ყოფილიყო მსოფლიო მშვიდობისთვის. ვილსონის ხედვა იდეალიზმის კლასიკური მაგალითი იყო, წმენა, რომ სახელმწიფოთა ურთიერთობა შეიძლება წესებზე დაფუძნებით უფრო სამართლიანი და მდგრადი გახდეს. და ლიბერალები ამბობენ, რომ მსოფლიო, სადაც არ არსებობს საერთაშორისო ინსტიტუტები და ორგანიზაციები, ფაქტობრივად ანარქიულ მდგომარეობაშია, სადაც მხოლოდ ძალა და ინტერესებია. შესაბამისად, რაღაც მექანიზმები უნდა გქონდეს, რომ მშვიდობა იყოს არა შემთხვევითი, არამედ სტრუქტურულად უზრუნველყოფილი. ადრეულ წლებში ლიბერალიზმი მოიხსენიებოდა იდეალიზმად, იმ იდეით, რომ ეს იდეოლოგია საერთაშორისო თანამშრომლობაზე იყო დაფუძნებული და ძირითად პირობად მსოფლიოში მშვიდობის დამყარებას თვლიდა. ლიბერალები ეთანხმებიან მოსაზრებას, რომ მსოფლიო ანარქიულია და თუ ასეთ მსოფლიოში არ არსებობს საერთაშორისო ორგანიზაცია, რომელიც მშვიდობის დაცვისკენ იქნება მიმართული, შეიქმნება უბედურება და ქაოსი, რაც ცუდი შედეგის მომტანი იქნება კაცობრიობისთვის და სახელმწიფოებისთვისაც. სწორედ ამ პერიოდიდან ლიბერალიზმი თანდათან შემოდის როგორც რეალისტური მიდგომის ალტერნატივა. არა მხოლოდ ომის შემდეგი რეაგირების სტრატეგიად, არამედ როგორც მისი ადრეული პრევენციის საშუალებად. ლიბერალიზმისა და პაციფიზმის იდეებმა, რომლებიც ორ მსოფლიო ომის შორის პერიოდში მნიშვნელოვნად გაძლიერდა, გადამწყვეტი როლი შეასრულა 1928 წლის პარიზის პაქტის, იგივე ბრაინ-კელოგის პაქტის ფორმირებაში. ეს იყო 1928 წელს გაფორმებული საერთაშორისო შეთანხმება, რომლის მიზანი ომის როგორც პოლიტიკის ინსტრუმენტის აღზრდა გახლდათ. ინიციატივა საფრანგეთსა და აშშ-ის დიპლომატებს არისტიდ ბრიენსა და ფრენკ კელოგს ეკუთვნოდათ, ხელმოწერილი სახელმწიფოები უარს ამბობდნენ ომზე და უნდა აერჩიათ უთანხმოების მშვიდობით მოგვარების გზები. ამერიკელები ფიქრობდნენ, რომ ამ ხელშეკრულების დადება მხოლოდ საფრანგეთთან არ იქნებოდა ეფექტური და სხვა დიდი სახელმწიფოებიც უნდა შეერთებოდნენ ინიციატივას. შედეგად თავდაპირველ ხელმოწერებში 14-მა სახელმწიფომ მოიყარა თავი. დავამატებ, რომ ეს მოხდა რუსეთის გამოკვლევით. ასეა, არც არავისთვის იქნებოდა სიურპრიზი. მოგვიანებით კი 48 ქვეყანა დაემატათ, პაქტი ქვეყნებს ავალდებულებდა კონფლიქტები მხოლოდ მშვიდობიანი გზით მოეგვარებინათ და შეთანხმება, ეს შეთანხმება შედგა პარიზში, ამიტომ ამ ფაქტს პარიზის პაქტს უწოდებენ. კიდევ ერთი ისტორიული დოქტრინა გახლავთ 1932 წლის სტინგსონის დოქტრინა.
ეს დოქტრინა იმ დროინდელ ამერიკის შეერთებულ შტატებსა და იაპონიას შორის ურთიერთობას ეხებოდა და აშშ-ს სახელმწიფო უარს აცხადებდა ნებისმიერი ძალით მიერთებული ტერიტორიების აღიარებაზე, რაც პირდაპირ გულისხმობდა იაპონიის მიერ ძალით მიერთებულ ტერიტორიებს. სტივენსონის დოქტრინამ ლიბერალიზმის ისტორიაში გამორჩეული კვალი დატოვა, ხოლო მისი ავტორი გახლავთ იმდროინდელი ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანი ჰენრი სტივენსონი. მოდი მარიამ, ხაზი გავუსვათ ლიბერალიზმის ფუნდამენტურ იდეას, ინდივიდუალური თავისუფლება. ყველამ ვიცით, რომ თავისუფლება კარგია, თუმცა ლიბერალიზმი აქ არ მთავრდება. მისთვის თავისუფლება იმას ნიშნავს, რომ თითოეული ადამიანი უნდა იყოს თავისუფალი ყველანაირი იძულებისგან, მანამ, სანამ სხვას არ მიაყენებს ზიანს. ანუ, სხვა სიტყვებით, შენ შეგიძლია კეთო რაც გინდა, თუ სხვის უფლებებს არ არღვევ. ზუსტად. და აქ იკვეთება ანა ლიბერალიზმის მთავარი იდეალი, თანასწორობა კანონის წინაშე. არა ის, რომ ყველა ერთნაირია, არამედ ის, რომ სახელმწიფო ყველას ერთნაირად ექცევა. ესაა ლიბერალიზმის კლასიკური ფორმა რა? დიახ, და კლასიკური ლიბერალიზმი სჯერდება სწორედ ამაზე. ინდივიდი, პირადი საკუთრება და კონტრაქტის თავისუფლება. მაგრამ მოდერნულმა ლიბერალიზმმა შემდგომში დაამატა კიდევ იდეა, რომ თავისუფლება რეალურია მხოლოდ მაშინ, როცა ადამიანს ასევე აქვს თავის ცხოვრებაზე კონტროლის აქტიური შესაძლებლობა. ანუ თავისუფლება, რომელიც მხოლოდ ფორმალურად არსებობს, მაგალითად კანონი, რომ არაფერს გიშლის, მაგრამ სინამდვილეში თუ განათლება, ჯანდაცვა ან რესურსები არ გაქვს, ეგ საკმარისი არ არის. მართალია და ამიტომ მოდერნული ლიბერალიზმი ხშირად მხარს უჭერს სახელმწიფოს გარკვეულ ჩარევასაც, ანუ მაგალითად განათლების ხომისაწვდომობას, სოციალურ დაცვას, რათა ყველას რეალურად ჰქონდეს არჩევანის უფლება. საინტერესოა, ხსნიან ლიბერალები საკუთრების მნიშვნელობას სამ კონტექსტში. საკუთრება ლიბერალიზმისთვის არის ერთგვარი ინსტრუმენტი. ანუ ის აქ არ არის რაღაც წმინდა, ცხადი ღირებულება, ისე როგორც ვთქვათ, ლიბერტარიანიზმში. ანუ ეს არის გზა, რომ ადამიანი დამოუკიდებელი იყოს და თავისუფლება გამოიყენოს რეალურად. მაგალითად, თუ მიწა არ გაქვს, არც სახლს ფლობ, ძნელია, რომ იყო რეალურად თავისუფალი. ანუ საკუთრება არა როგორც წმინდა უფლება, არამედ როგორც პირობის შემქმნელი, რომ ადამიანი არ იყოს მუდმივად სხვის ნებაზე დამოკიდებული. სწორედ ასეა და აქედან მოდის უკვე ლიბერალიზმის დინამიკა. ის მუდმივად ეძებს ბალანსს, თუ რამდენად ჩაერიოს სახელმწიფო ისე, რომ ერთის მხრივ ხელი არ შეუშალოს ინდივიდს, მაგრამ მეორეს მხრივ თავისუფლების პასიურობით არ დაკმაყოფილდეს. ანუ თავისუფლება, რომელიც სინამდვილეში არ გაქვს, რადგან არჩევნის რეალური შესაძლებლობა არ გაგაჩნია, ეგ ლიბერალიზმისთვის თავისუფლება არ არის. ძალიან ზუსტად თქვი და აქედან იკვეთება კიდევ ერთი მნიშვნელოვანი წერტილი ლიბერალიზმის ჭიდილი სოციალურ სამართლიანობასა და თავისუფლებას შორის. კლასიკურ ლიბერალებს ეშინოდათ, რომ ძალიან აქტიური სახელმწიფო საფრთხეს შეუქმნიდა თავისუფლებას, მაგრამ თანამედროვე ლიბერალები ამბობენ, რომ თავისუფლებას სულაც არ აქვს აზრი, თუ რეალურად არ შეგიძლია არჩევანის გაკეთება. ფიქრობ, მარიამ, საკმარისი საფუძველი შევამზადეთ, რომ გადავიდეთ ლიბერალიზმის შიგნით არსებულ განსხვავებების განხილვაზე. ანუ დაახლოებით იქ, სადაც უკვე გარდამავალი ხაზი გადის კლასიკურიდან თანამედროვე ლიბერალიზმზე. აი ზუსტად.
მე-20 საუკუნის მეორე ნახევარში უკვე ვხედავთ ნეოლიბერალიზმის გაჩენას. ეს იყო რეაქცია იმ ეკონომიკურ პოლიტიკებზე, რომლებიც დიდი დეპრესიის შემდეგ ჩამოყალიბდა და მეორე მსოფლიო ომის შემდეგ გაძლიერდა. მოძრაობა, რომელიც ისევ თავისუფალი ბაზრის იდეებისადმი მიბრუნებას ემხრობოდა და ნეოლიბერალიზმი მოითხოვდა ნაკლებ რეგულაციებს, სახელმწიფოს ნაკლებ ჩარევას და თავისუფალი ბაზრის პრინციპებზე დაბრუნებას. იმ დროისთვის ამ მოძრაობის ყველაზე ცნობილი წარმომადგენლები იყვნენ რონალდ რეიგანი შეერთებულ შტატებში და მარგარეტ ტეტჩერი დიდ ბრიტანეთში. ორივემ გაატარა ისეთი პოლიტიკა, რომელიც ხაზს უსვამდა კერძო საკუთრებას, დაბალ გადასახადებს, საჯარო სერვისების პრივატიზაციას და სახელმწიფოს როლის შემცირებას ეკონომიკაში. ნეოლიბერალიზმის მხარდამჭერები ხშირად ამბობდნენ, რომ თავისუფალი ბაზარი თავისთავად არეგულირებს ყველაფერს, ზრდის ინოვაციას, ამცირებს ფასებს, აძლიერებს პროდუქტიულობას და ამით მერე მთლიანად ეკონომიკას ამოითარებს. მართალია, რომ მისი მხარდაჭერების თქმით, ეს სტიმულს აძლევს ეკონომიკურ ზრდას და ამცირებს ბიუროკრატიას, მაგრამ მისი კრიტიკოსები, მათ შორის დევიდ ჰარვი, აღნიშნავენ, რომ ნეოლიბერალიზმი მხოლოდ დიდებს აძლიერებს და ზრდის სოციალურ უთანასწორობას. ამის ფონზე კრიტიკა სულ უფრო ძლიერდებოდა. ისევ ჰარვის რომ დავესახოთ, ნეოლიბერალიზმი რეალურად არ უკავშირდება თავისუფლების ზრდას და პირიქით ის ქმნის პირობებს, სადაც ეკონომიკური და პოლიტიკური ძალაუფლება სულ უფრო მეტად კონცენტრირდება მცირე ჯგუფების ხელში. მისი აზრით, ეს პოლიტიკა არაუბრალოდ რაღაც ეკონომიკურ სტრატეგიას წარმოადგენს, არამედ ახალი ტიპის მმართველობას გვთავაზობს, სადაც ბაზრის მნიშვნელობა იჭრება უკვე საზოგადოებრივი ცხოვრების ყველა სფეროში, იქნება ეს ჯანდაცვა, განათლება, გარემოს დაცვა თუ სხვა. ამ დებატების გამოძახილი ჩანს ისეთ გლობალურ პროცესებშიც, როგორიცაა მსოფლიო ვაჭრობის ორგანიზაციის პოლიტიკა. ლიბერალიზებული ვაჭრობა ერთის მხრივ ითვლება წინსვლის, ეკონომიკური ინტეგრაციისა და ინვესტიციების მოზიდვის საშუალებად, მაგრამ მეორეს მხრივ ის შეიძლება უთანასწორობის ახალ ფორმებს ქმნიდეს, განსაკუთრებით იმ ქვეყნებისთვის, რომელთაც ნაკლები ძალა აქვთ გლობალურ ბაზარზე. აი, განსხვავება ამ პოლიტიკების მიღმა არსებულ ლიბერალიზმსა და იმ კლასიკურ ლიბერალიზმის შორის, რომელზეც ჯერ კიდევ ადამ სმიტი საუბრობდა. საკმაოდ საგრძნობია იმაში, რაც შენახსენე და ნეოლიბერალიზმი ბევრად უფრო აგრესიულად შემოდის სახელმწიფოს მიმართ და ხშირად უგულებელყოფს კიდეც სოციალურ პასუხისმგებლობას. ასე რომ ლიბერალიზმის შიგნით ამ ეტაპზე უკვე ვხედავთ სერიოზულ შიდა დაპირისპირებებს. თავისუფლების, თანასწორობის და სახელმწიფოს როლის შესახებ. წარმოდგენები ლიბერალებს შორის ერთნაირი აღარ არის, ხოლო ლიბერალიზებული ვაჭრობა ზოგისთვის წინსვლის საშუალება, ზოგისთვის კი ახალი უთანასწორობის წყარო. ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მაგალითი ლიბერალიზმის პრინციპების რეალიზაციისა არის სწორედ ევროკავშირი. მისი 4 თავისუფლება, საქონლის კაპიტალის მომსახურების და ადამიანების გადაადგილების თავისუფლება, ლიბერალური ეკონომიკური პრინციპების ცოცხალი მაგალითია. მაგრამ ევროკავშირის პრაქტიკაში იკვეთება დაბალანსების დილემა. თანამშრომლობის იდეა ხშირად ეჯახება ადგილობრივ ინტერესებს და იდენტობებს. ეს გვახსენებს ლიბერალიზმის ძირითად გამოწვევას, როგორ შეუთავსოთ ერთმანეთს საერთო სიკეთე და ადგილობრივი დამოუკიდებლობა. მსგავსი პრობლემა კარგად ჩანს მაგალითად გაეროს შემთხვევაშიც. როგორც საერთაშორისო ორგანიზაცია, გაერო ლიბერალურ იდეურ საფუძვლებზეა აგებული და წევრ სახელმწიფოებს შორის მშვიდობიანი ურთიერთობის, თანამშრომლობის და ადამიანის უფლებების დაცვის იდეებზე დგას.
თუმცა პრაქტიკაში უსაფრთხოების საბჭოს მუდმივ წევრებს ვეტოს მექანიზმით შეუძლიათ მთელი სისტემის ბლოკირება. ეს კი მაჩვენს კითხვას, რამდენად ლიბერალურია სისტემა, რათა ძალაუფლება მაინც გარკვეული სახელმწიფოების ხელშია კონცენტრირებული. ანუ ლიბერალიზმის იდეა ინსტიტუციურად გადადის რეალობაში, მაგრამ რეალობა მაინც არ არის იდეალურ მდგომარეობაში. და აი სწორედ ეს არის ზღვარი, სადაც ყველაზე ხშირად ჩნდება ხოლმე კრიტიკა იდეოლოგიასა და პრაქტიკას შორის. ახლა მოდი შევადაროთ რეალიზმის ხედვა, რომელიც წინა ეპიზოდიდან კარგად გვახსოვს. ჰობსი ამბობდა, ადამიანი ადამიანისთვის გელია. მისი აზრით, საერთაშორისო ურთიერთობები მუდმივ კონკურენციას ეფუძნება. მაგას დავამატოთ ჰანს მორგენტაუს ციტატაც, რომ საერთაშორისო პოლიტიკაში მთავარია ძალთა ბალანსი. ის მარადიულია და მისი უგულებელყოფა სახიფათოა. ლიბერალიზმი კი უფრო ოპტიმისტურია და იმანუელ კანტის მარადიულ მშვიდობაში ვიხსენებთ, რომ ნდობაზე დაფუძნებული შეთანხმებით შესაძლებელია დაპირისპირების თავიდან აცილება. საინტერესოა, როგორ ჩამოყალიბდა ლიბერალიზმი, როგორც რეალიზმის ალტერნატიული ხედვა. ერთ-ერთი მთავარი განსხვავება იმაშია, რომ ლიბერალიზმი ურთიერთობებს მორალზე, კანონზე და საერთაშორისო თანამშრომლობაზე აშენებს და არა შიშზე, ძალასა და სამხედრო ბალანსზე. მართლაც, ლიბერალები არ ეთანხმებიან იმას, რომ ადამიანისა და შესაბამისად სახელმწიფოს ბუნება არის აგრესიული. მათთვის სახელმწიფო კონფლიქტების გადაწყვეტა ბევრად ეფექტურია მშვიდობიანი გზებით. აქ გულისხმობ დიპლომატიას, მოლაპარაკებებს, საერთაშორისო ორგანიზაციების ჩართულობას და სამხედრო ძალის გამოყენება ლიბერალური თვალსაზრისით მხოლოდ და მხოლოდ უკიდურესი ნაბიჯია. არა მარტო არაეფექტური, არამედ ძვირადღირებულიც არის. ფინანსურადაც და პოლიტიკურადაც. მათთვის ძალა მარტო ტანკები და ბომბები არაა. ეს შეიძლება იყოს იდეების გავლენა, თანამშრომლობა, წმენა საერთო ინტერესებში. და აი აქ უკვე საინტერესო საკითხი იკვეთება. რეალისტებისთვის ძალა ნიშნავს იმას, თუ როგორ მოვახდინო სხვაზე ზეწოლა, ხოლო ლიბერალებისთვის ეს არის კითხვა, თუ როგორ მივაღწიო სასურველ შედეგს ისე, რომ ვიმოქმედოთ ერთად. აი ეს არის განსხვავება ამ ორ აღქმას შორის, რაც სხვაზე ბატონობას ისახავს მიზნად და მეორეს მხრივ იმ ძალას შორის, რომელიც ნდობას და პარტნიორობას აყალიბებს. ამ აზროვნებიდან მოდის ლიბერალიზმის ერთ-ერთი საკვანძო პრინციპი კოლექტიური უსაფრთხოება. იდეა მარტივია. თუ ერთ ქვეყანას თავს ესხმიან, ყველა დანარჩენი ერთიანდება და პასუხობს. არა იმიტომ, რომ მათაც საფრთხე ექმნებათ პირდაპირ, არამედ იმიტომ, რომ მშვიდობა საერთო ღირებულებაა. ეს ხედვა ჯერ კიდევ კანტის დროიდან მოდის. მან წამოაყენა სახელმწიფოების ფედერაციის იდეა, რომელიც კონფლიქტების პრევენციას ემსახურებოდა. ამავე პრინციპებზე დაფუძნდა ერთალიგაც და მოგვიანებით გაეროც. ლიბერალებისთვის სტაბილურობა მოდის არა სამხედრო წონასწორობიდან, არამედ ინსტიტუციური ჩარჩოებიდან, სადაც თანამშრომლობა სტრუქტურულად განაპირობებს მშვიდობას. მოდი ახლა ისტორიული მაგალითებიც გავიხსენოთ. ვესტფალიის შეთანხმება 1648 წელს, სადაც იკვეთება რეალიზმის პრინციპების რეალიზაცია, ანუ სახელმწიფო სუვერენიტეტის დაცვა. და მეორე მაგალითი არის მე-20 საუკუნის მეორე ნახევარი, გაეროსა და ევროკავშირის შექმნა, ლიბერალური საერთაშორისო წესრიგის შენების მცდელობა. კიდევ უფრო ახლახან ერაყის ომშიც გამოიკვეთა რეალიზმის და ლიბერალიზმის დაპირისპირება. ამერიკის ინტერვენცია ნაწილობრივ დემოკრატიის გავრცელების ლიბერალური იდეით იყო მოტივირებული, მაგრამ
რეალიზმმა, ეკონომიკურ და სტრატეგიულ ინტერესებზე ორიენტაციამ ამ მოტივს ჩრდილი მიაყენა. მოდი მარიამ საქართველოს კონტექსტშიც ვნახოთ ლიბერალიზმის გავლენა. მაგალითად, ილია ჭავჭავაძე არა მხოლოდ ლიტერატურაში, არამედ პოლიტიკურ დისკურსშიც აქტიურად ავრცელებდა პიროვნების თავისუფლების და განათლების მნიშვნელობას. რეალურად დღევანდელობაშიც დგას ეს კითხვა, როგორ დავაბალანსოთ ლიბერალური ღირებულებები და ქვეყნის უსაფრთხოების პრიორიტეტები? პოლიტოლოგების აზრით, საქართველოს საგარეო პოლიტიკა ჰიბრიდულ მიდგომებს საჭიროებს. რას ნიშნავს ახლა ეს? უნდა არსებობდეს ლიბერალიზმის თანამშრომლობის იდეა და რეალიზმის ძალაუფლების პოლიტიკის გათვალისწინება. ანუ ისე ჩანს, რომ ლიბერალიზმი და რეალიზმი თითქოს მუდმივ დუეტს ქმნიან, ერთი მეტ ოპტიმიზმს გვაძლევს და მეორე სიფრთხილისა და პრაგმატიზმის ხაზს. ახლა თქვენი აზრით გვაინტერესებს. რომელი უფრო გესახება დღეს აქტუალურად და საჭიროდ? უნდა ვეინდოთ საერთაშორისო ნორმებს და თანამშრომლობას თუ უფრო რეალისტურად შევაფასოთ სახელმწიფო ინტერესები და ძალაუფლების პოლიტიკა? მადლობა, რომ იყავით ჩვენთან. მომდევნო ეპიზოდებში შევეხებით სხვა პოლიტიკურ იდეოლოგიებსაც და გავაგრძელებთ მსჯელობას საერთაშორისო დღის წესრიგზე, რაც თითოეული ჩვენგანის ცხოვრების განუყოფელი ნაწილია. მადლობა გიხდით ჩვენთან ყოფნისთვის, აუცილებლად გაგვიზიარეთ თქვენი მოსაზრებები და თვალი ადევნეთ ჩვენს არხს, რადგან მომავალში კიდევ უფრო მეტ მნიშვნელოვან თემაზე ვისაუბრებთ რევოლუციის გლობალურ სივრცეში.